დღემშვიდობისა მეგობრებო, ვუყურეთ ფეხბურთში კალათბურთს 5-4, ნუ რა არის ეს, ხო? ეს არის ფენომენალური თამაში იყო, რაც ალბათ 1-10 წელიწადში ერთხელ ხდება და მე წინა ვიდეოებშიც ვამბობდი, რომ ეს ამათი დაპირისპირება PSG Bayern-ი იქნებოდა ფინალის ტოლფასი და აგერ კი ვნახეთ რაც მოხდა რა საგიჟეთიც მოეწყო და უბრალოდ რახან ჩვენ ახლა PSG-ს გულშემატკივრები ვართ ამ ეტაპზე ცუდი შედეგია მეგობრებო და მეთანხმებით რომ 5-4 კი აი 5-3 5-2 რომ მორჩენილიყო აი ის როგორც მიდიოდა თამაში და არ შეცვლილიყო აი ესეთი პერიპეტიებით ძალიან კარგი იქნებოდა რა თქმა უნდა მაგრამ დაცვა ცენტრალური დაცვა ჩემის აზრით არის ძალიან ცუდ ფორმაში და მით უმეტეს მეკარის სულ მეშინია საფონოს გულისხმობ რა თქმა უნდა ასე რომ ცენტრალური დაცვა ძალიან მოიკოჭლებს და აი ოლისეს და დიასის გაჩერება იქ კიდე ძალიან საშიში კეინი არ ვიცი მეგობრებო როგორ იქნება რა თქმა უნდა რომ მიუხენში გადაწყდება ყველაფერი ისევე როგორც გუშინდელ თამაში ატლეტიკოსა და არსენალს შორის, თუმცა მე ვფიქრობ, რომ მაინც თავზე მაღლა უნდა ამყტარიყვნენ და ატლეტიკოს ფეხბურთელებს უნდა მოეგოთ ეს თამაში, რა თქმა უნდა, უამრავი შანსი ჰქონდა და ძალიან ისეთი ახლო და სახიფათო განსაკუთრებით გრიზმანს, მაგრამ ამას თავი დავანებოთ, ესეც რა თქმა უნდა ლონდონში გადაწყდება და ალბათ ძალიან დიდი უპირატესობა აქვს უკვე არსენალს იქ, თუმცა მაინც ატლეტიკოსგან ყველაფერია მოსალოდნელი ჩვეულებრივად რომ მოიგოს არაფერი, მაგრამ აი ხვიჩას ფენომენალური თამაში და ის როლი თუ რა საოცარია ამ ეტაპზე მით უმეტეს და რა დონეა ხვიჩა, ეს ენრიკე მიცის ყველაზე ძალიან კარგად და გზნობს კიდევაც, თუმცა აი არ ვიცი მეგობრებო, უბრალოდ უნდა დაველოდოთ მოვლენებს და ამ საოცარ თამაშს, ამ მეორე ფინალს კიდევ ერთხელ უნდა უყუროთ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს შეცდომები გამოსწორდება და PSG იქ მოიგებს. აი ზუსტად ვიცი, რომ იქ მოიგებს, თუმცა თუ კი დაცვაში დადგა PSG, ყველაფერი ძალიან ცუდად იქნება. ამიტომ შეტევითი ფეხბურთი პირველ ნომრად ყოფნა მაქსიმალურად როგორც შეიძლება და აი ესე თუ მიაღწევენ საწადელს. ასე რომ ველოდებით შემდეგ კვირას და აბა ყოველივე საუკეთესო სურვილებით, გემშვიდობებით, დროებით.